ანტისარაკეტო სისტემებზე მინდა ვთქვა ისრაელის კი ბევრ ადგილას გაძვრა, მაგრამ დაახლოებით გასროლილია 520 ბალისტიკური რაკეტა ისრაელის მიმართულებით და ამ რაკეტს საწინააღმდეგო თავდაცვას გაუძვრა მხოლოდ 60-დან 70-მდე რაკეტა, რაც არის ბრწყინვალე შედეგი. ძალიან მაღალი დონე დადო ისრაელის რაკეტს საწინააღმდეგო თავდაცვამ, რაკეტები მოფრინდნენ და განადგურდნენ მხოლოდ სამოქალაქო ობიექტებზე. რაკეტებმა ვერ დააზიანეს, ვერ გაანადგურეს ვერც ერთი სამხედრო ბაზა, ვერც ერთი სამხედრო საწარმო, ვერც ერთი საჰაერო ძალების ბაზა, საავიაციო ტექნიკა, რაკეტ საწინააღმდეგო თავდაცვის კომპლექსები და ასე შემდეგ. ანუ ამით იმის თქვა მინდა, რომ ისრაელი ანადგურებდა უშუალოდ სამხედრო ობიექტებს და ომში როგორც არის სწორი, ხო? ანუ შენი მოწინააღმდეგე რითი უნდა დაასუსტო, უნდა გაუნადგურო ის სამხედრო შესაძლებლობები. ირანი კი უბრალოდ სადამსჯელო ოპერაციებს ახორციელებდა და შურის ძიების, ესე ვთქვათ, სპეცოპერაცია წარმოიწყო და მოსახლეობას ბომბავდა ამ ბალისტიკური რაკეტებით. სხვა არანაირი, ესე ვთქვათ, მიღწევა არ ქონიათ მათ მიერ ამ ბალისტიკური რაკეტების გამოყენებას. კარგი, მოდი, რადგან შეეხება ისრაელის თავდაცვას, აქვე პატარა განმარტებითი კითხვა მაქვს, რაზეც მე არ მახსოვს თქვენთან ალფაზე თუ სხვაგან შემოვხვდა საინტერესო პოსტი, რაც მივხვდი, რომ ბევრისთვის შეიძლება იყოს დიდი ასეთი სიახლე. ყველას გაპიარებული ამბავი არის რკინის გუმბათი და ძალიან ბევრი ადამიანი წერდა, ავით შეიძლება ჩვენი მაყურებელიც კითხულობდა ამას, ან უკვირდა მინიმუმ, რომ როგორ მოხდა ეს ძლევამოსილი გუმბათი, როგორ ატარებს ამ რაკეტებს, ხო? მოდი პატარა განმარტება გაგვიკეთე, რა მიზნებისთვის არის განკუთვნილი რკინის გუმბათი, რას გულისხმობს რკინის გუმბათი და რა მოხდა რაკეტების შემთხვევაში, ბალისტიკური რაკეტების შემთხვევაში, როგორ ხდება მათი განადგურება. ზოგადად საჰაერო თავდაცვის კომპლექსები ხასიათდება ორი სახით. მიკროფონთან ახლოს. ხო, პირველი ორი სახით ხასიათდება საჰაერო თავდაცვის სისტემები. პირველი ეს არის ის კომპლექსები და დანადგარები, რომლებიც მუშაობს აეროდინამიკური სამიზნეების განადგურებაზე. აქ იგულისხმება რა აეროდინამიკურ სამიზნეებში მოვიაზრებთ შემდეგს. ეს არის დრონები, კამიკაძე დრონები, ეს არის თვითმფრინავები, საბრძოლო თვითმფრინავები და არის ფრთოსანი რაკეტები. ანუ ის საჰაერო სამიზნეები, რომელთა გაშვების და ესე ვთქვათ, შემოფრენის მიმართულება არის ჰორიზონტალური. ანუ ჰორიზონტალურად როდესაც შემოდის, ამ შემთხვევაში ეს აეროდინამიკური სამიზნეების წინააღმდეგ მომუშავე საჰაერო თავდაცვის კომპლექსები ჰორიზონტალურად შემოხვედრი მიმართულებით უშვებს რაკეტას და ანადგურებს მას. ესეთია ზუსტად Iron Dome, ანუ რკინის გუმბათი, ხო? რომელიც ძალიან გაპიარდა ჩვენთან, განსაკუთრებით აი ჰამასის წინააღმდეგ მიმდინარე ომში 2023 წლის ოქტომბრის შემდეგ, როდესაც ეფექტიანი კადრები ვრცელდებოდა ინტერნეტში, რომ აი იმებს კუსტარულ რეაქტიულ რაკეტებს უშვებდნენ ღაზიდან და ეს აერში ხსნიდა ამ რაკეტებს, ანუ გრადის ტიპის რეაქტიულ რაკეტებზეა საუბარი და ანუ აი ამ რკინის გუმბათის უნიკალურობა რაში მდგომარეობს სტანდარტული საჰაერო თავდაცვის სისტემებისგან განსხვავებით, რომლებიც აეროდინამიკურ სამიზნეებზე მუშაობენ, ხო, უმრავლესობა. ეს მუშაობს ასევე საარტილერიო ჭურვების ჩამოგდებაზე, ზოგადად საარტილერიო ჭურვი დასაფიქსირებლად შემდგომ რაკეტისთვის მიზანში ამოსაღებად საკმაოდ რთული სამიზნეა, ხო, იმიტომ რომ ძალიან პატარა სამიზნეა, ძალიან ესე ვთქვათ დაბლა მოფრინავს და რთულია ეს რადარისთვის დასაფიქსირებლად, ამიტომ ძალიან მაღალ ტექნოლოგიური ესე ვთქვათ რადარი სჭირდება, რომელიც შემდგომ მიზანზე აიყვანს და შემდგომ რაკეტას გაუშვებს. ანუ ეს რკინის გუმბათი აგდებს როგორც თქვი დრონს, ფრთოსან რაკეტას, თვითმფრინავს, ასევე საარტილერიო ჭურვს, რეაქტიულ რაკეტას, ანუ გრადის ტიპის რაკეტას და ნაღმტყორცნის ნაღმს. ანუ მისთვის მაყურებლისთვის შესაძლოა უფრო ნაცნობი იყოს ეგრეთ წოდებული მინამიოტი. აი ამ ნაღმტყორცნის ნაღმის გამოტყორცნის დროს რეაგირებს ეს რკინის გუმბათი და შესაბამისად ახდენს ის აი ამ სისტემის, აი ამ საბრძოლო მასალის გადაჭერასაც. ანუ ბალისტიკური სამიზნეები არის სხვა. ბალისტიკური რაკეტების გადასაჭერაც საჭიროა უკვე სპეციალურად ესე ვთქვათ, სპეციალიზებული ანტირაკეტები, ანტისარაკეტო სისტემები, რომელთაც გააჩნიათ საკმაოდ შორი არეალის კონტროლზე ამყვანი რადარები და გააჩნიათ ასევე
რაკეტები, რომელიც ანადგურებს სამიზნეს ზევით, მაღლა. ანუ აქვე ის ბალისტიკური რაკეტის მოქმედების პრინციპიც ვახსენოთ. ბალისტიკური მოქმედების პრინციპი არის ესეთი, რომ პირობითად აიტყორცნება ის მაღლა. გააჩნია ბუსტერები, ანუ გამაძლიერებელი სიჩქარის, რომლის შემდგომაც ის საკმაოდ მაღალ სიჩქარეს აღწევს. შემდგომ ეს ადის უმაღლეს წერტილზე კოსმოსში, პირობითად, ანუ იქ აპოგეას აღწევს, ანუ უმაღლეს წერტილს. შემდგომ ეს ძრავი, როდესაც ძვრება ამაჩქარებელი და გაუსწორდება დედამიწას და მოდის სიმძიმის ძალით, კრებს საკმაოდ მაღალ სიჩქარეს დედამიწის მიზიდულობის ძალიდან გამომდინარე. და როდესაც მაღალი სიჩქარით შემოდის ატმოსფეროში, შემდგომ უკვე შენი რაკეტსაწინააღმდეგო სისტემა მიფრინავს შემხვედრი მიმართულებით, ეს რაკეტაც უნდა იყოს ძალიან მაღალი სიჩქარის, იმიტომ რომ რეაგირება მოახდინო და მოასწრო იმ სამიზნის შემხვედრი მიმართულებით განადგურებისთვის, ხო? ანუ ამ შემთხვევაში ისრაელს გააჩნდა ამ სპეცოპერაციის დროს და გააჩნია 3 რაკეტსაწინააღმდეგო სისტემა. ეს არის Arrows ტიპის რაკეტები, რომელიც ეგზოატმოსფერულ სივრცეში დაახლოებით 100-150 კილომეტრის სიმაღლეზე ახდენდა რაკეტების გადაჭერას და ალბათ გექნება ნანახი კადრები, რომ კოსმოსური ნათებასავით რო იყო, ხო? აი ეგ იყო 100 კილომეტრის ზევით გადაჭერილი სამიზნეების ეფექტი. შემდგომ იყო ასევე ეგზოატმოსფერულ სივრცეში მოქმედი თაადები, რომელიც არის ამერიკული რაკეტსაწინააღმდეგო სახმელეთო ბაზირების სისტემა, რომელიც ასევე 100 და ზევით ახდენს რაკეტის გადაჭერას და არის ასევე ჩვენთვის ყოველთვის კარგად ნაცნობი პეტრიოტები. პეტრიოტები ბალისტიკური რაკეტების გადაჭერას ახდენენ ატმოსფეროში. დაახლოებით 25-დან 35 კილომეტრის სიმაღლეზე. ანუ ეს არ არის იქით იმაში ეგზოატმოსფერულ სივრცეში მოქმედი სისტემა, ხო? და ამიტომ არის ხოლმე ხშირად შემთხვევები უკრაინაში, როდესაც პეტრიოტის მიერ გადაჭერილი აერობალისტიკური ან ბალისტიკური კინჟალები ან ისკანდერის ჩამოყრისას ნამსხვრევები ცვივა. ხოლო იქ როდესაც ეგზოატმოსფერულ სივრცეში ხდება იმის გადაჭერა, ანუ ძალიან ზედა მაღალი შრე არის კოსმოსში, იქ უკვე ნამსხვრევები იფანტება და შესაბამისად შესაძლოა იქ იმ ადგილას საერთოდ არც კი ჩამოვიდეს, სხვაგან გაფრინდეს ეს ნამსხვრევები. ამიტომ არის ხოლმე შემთხვევები, როდესაც ატმოსფერულ სივრცეში გადაჭერილი სამიზნე, ამ შემთხვევაში უკრაინაში, ვარდება ქვემოთ. ანუ ამით იმის თქმა მინდა, რომ ყველამ კარგად დავიმახსოვროთ კიდევ ერთხელ, რკინის გუმბათი არ მოქმედებს ბალისტიკური რაკეტების წინააღმდეგ და ვერ იმოქმედებდა ირანის მიერ გამოტყორცნილი ბალისტიკური რაკეტების ჩამოსაგდებად, მაგრამ მოქმედებდა და საკმაოდ კარგად, ესე ვთქვათ, იყენებდნენ ირანული კამიკაძე დრონების ჩამოსაყრელად შაჰიდ 136-ების და არაშოურების ჩამოსაყრელადაც. ასევე ფთოსანი რაკეტების მე პირადად არ მახსოვს ირანული ფთოსანი რაკეტების შემოფრენა, შესაძლებელია იყო და უბრალოდ არ ვიცით. თუ შემოფრინდნენ, იმათაც რა თქმა უნდა ძალიან ეფექტიანად. მადლობა ძალიან დიდი ოთო, ამ ნაწილს მე ცალკე მოვჭრი და ამას ცალკე ვიდეოდაც დავდები, იმიტომ რომ მართლა ძალიან ბევრი ისთვის არის ეგ რაღაცა გაურკვეველი საკითხი და ხო, ნუ ეს პოპულარული თემა არის და ბარემ გავაკეთოთ, მადლობა ამ განმარტებითი საუბრისთვის.